უნდა ვისაუბროთ შემდგომ ნაწილზე, კერძოდ როცა ადამიანს არ ეშინია წონის დაკლებისა და ეშინია იმ საკვებისზე უარის თქმას, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. რითიც არის მნიშვნელოვანი? მისი ემოციური ნაწილისთვის. ესე იგი გამოდის, რომ საკვებს აქვს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა. ანუ მე არ ვჭამ საჭმელს, როგორც ასეთ საკვებს, არამედ მე ვჭამ მის უკან რა დგას იმას. თუ ვიტყვით შემდგომ ნაწილს, მაგალითად, თუ მე მინდა სიყვარულის შევსება, რომლის დანაკლისი მქონდა და მე ამას ვახორციელებ კვებითი აქტით, მაგალითად, შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული ტკბილეულობის მწვავედ მიღება, თუ გამოვრიცხავთ ფიზიოლოგიურ ნაწილს და დავტოვებ ფსიქოაფექტურ ნაწილს, გარკვეული ტკბილეულის მწვავედ აქტიურად მიღება, ეს ერთგვარი მცდელობა არის მივიღოთ ტკბობა, როგორც ასეთი. და ამ პროცესში თუ მე ვჩერდები და არ ვაძლევ ჩემს თავს ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, ჩემში წარმოიქმნება ერთგვარი კონფლიქტი უარყოფასა და მიღებას შორის. და სინამდვილეში, როცა ადამიანი ცდილობს მიიღოს ტკბობა, ეს შეუძლებელია. იმიტომ რომ სრული ტკბობა არ არსებობს განსაკუთრებით კვებით აქტში.